აქ მნიშვნელოვანია დიპლომატიურად ამ რაუნდში ვინ გაიმარჯვა, ზელენსკიმ თუ პუტინმა. I'm here. I think this is very clear message. სათქმელი არც ტრამპს აღარ აქვს, არც ვინმე სხვას, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა. რა თამაშს თამაშობს პუტინი და რისი თქმა უნდოდა ეს ყველაფერი უძის რუსეთს ფასს. წარმატებული დიპლომატია ეფუძნება ერთ რამეს, სწორი ბალანსის დაცვას სტაფილოსა და მათრახ შორის. ამიტომ ჩემი აზრით ლოგიკურად გადავა შემდეგ ეტაპზე, რაც იქნება წნეხის გაზრდა. ევროკავშირის ბაზარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე რუსეთთან ურთიერთობები. მე არ მიკვრს, რომ ჩინეთი ცდილობს, რომ რაღაცეების, მათ შორის რუსეთის ინტერესების გაწილვის ხარჯზე ეს გააკეთოს. დღეს თურქეთის ინტერესი რა არის ომთან მიმართებაში? შესანიშნავად იცის თურქეთმა, რომ თუ ყირიმელი თათრების უფლებები სადმე იქნება დაცული, ეს იქნება დემოკრატიულ უკრაინაში. სულ ეს კითხვა მაქვს, ჩვენ სად ვართ? ჩვეულებრივად მიწა იხსნება და ვარდებით, უჩინარდებით როგორც ქვეყანა.